არის ასევე კატეგორია შენობებისა, რომლებიც პირიქით აგაჩქარებს შფოთვას მოგგურის, თავისი უსულობით, უმეტყველობით, უსახურობით, ოღონდ არ მინდა ახლა შეურაცხყოფა მივაყენო არც მშენებელს, არც არქიტექტორს და არავის საერთოდ. მაგრამ უსახურობაში მე ახლა პირდაპირ გაგებით უსახურობას და სიმახინჯეს კი არ გულისხმობ, სახის არ ქონას გულისხმობ უფრო. აი, სახე კი არა, ნიღაბიც კი რო არა აქ შენობას. აი, საინტერესო ნიღაბიც კი რაღაცით საინტერესოა და აი, არა თუ შინაგანი სამყარო და შინაგანი მეტყველება, აი, ნიღაბიც კი რო არა აქ. ამითაც კი რო ვერაფერს გეუბნება შენობა, რა თქმა უნდა ის დისტანცირებას და გარიდებას და მეტიც ფიზიოლოგიური ხო ნეიროფიზიოლოგები გვეუბნებიან რომ ადამიანი ფეხს აჩქარებს. ფეხს აჩქარებს უნდა რომ გაექცეს ასეთ ქუჩას. ასეთი ქუჩიდან გაქცევა გვინდა. მე ჩემი მეგობრის, ბავშვობის მეგობრის და მოზარდობის მეგობრის, ჩემი ცხოვრების საყვარელი მეგობრის სახლიდან, სადაც ხშირად ვიყავით ხოლმე, ხო, ან ჩემთან, ან მასთან, იყო, ესე იგი 156 ნომერი წინამძღვრიშვილის იყო, სადაც მე გავიზარდა ეზო, იტალიურ ეზოში და ისიც იტალიურ ეზოში 116 ნომერი იყო მისი და აი ეს მანძილი ისეთ მშვენიერ კადრებად, მან მარტო ის მეყოფა, ასე მგონია ხოლმე ხანდახან, რომ აი ეს წება, იქიდან რომ წამოვიდოდი ხოლმე, დღის რა მონაკვეთიც არ უნდა ყოფილიყო და ეს შენობები თავისი მაგიით, რომ ამ ფანჯრებს მიღმა, ხო, ამ რაღაც სხვანაირად მეტყველი ფანჯრების მიღმა კიდევ ადამიანთა მეტყველებად სხვანაირი იყო, იქნებოდას არ ვიტყვი, იყო ზუსტად ვიცი. რომ ზოგჯერ ყურიც მომიკრავს იმ საუბრები, ავთენტური იყო ეს ყველაფერი. ეს ყველაფერი იყო ავთენტური. იყო რეალური, ნამდვილი, უნიღბო თითქოს, ხო? შეიძლება გადაამლაშო, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, ისტორია მიცის გადამლაშების მომენტები არაერთი. მაგრამ ახლა ჩვენ ხო გადამლაშებულ ვერსიაზე არ ვსაუბრობთ. ჩვენ ვსაუბრობთ ნამდვილ სულიერ ავთენტურ ვერსიებზე შენობების. დიახ, ზოგიერთი შეგაყოვნებს, ლაპარაკს დაგიწყებს და ისეთ საუბარში ჩაგითრევს, რომ გაგიყვანს სრულიად ისეთ ჯადოსნურ განზომილებებში, გამოგზაურებს, მიგიპატიჟებს, რა ვიცი, ხელს ჩამოგართმევს და არის შენობები, რომლებიც პირიქით რა, აი გაქცევის სპაზმს იწვევს.